არის რამდენიმე ქართული კომპანია და ბრენდი, რომელიც სახელის ხსენებაზეც ან კონკრეტული ფრაზა, ან მუსიკა, ან კონკრეტული ინტონაცია გვახსენდება. მაგალითად, dio. ზუსტად ეს მახსენდება, როდესაც დიოს ვახსენებ, თუმცა ვიღაცისთვის ის ჟალუსთან ან ფარდა ჟალუსთან ასოცირდება. დღევანდელი ბრენდის ხმის გმირი სწორედ dio იქნება. სამი სიტყვით დაახასიათეთ dio. dio, ხარისხი, დობა, გამოცდილება. რა ის არის კომპანია? უკვე მალე 30 წლის ხდებით, 29-ის. რა დრო დაგჭირდათ, რომ ბრენდად ჩამოყალიბებულიყავთ? ვფიქრობ 2-3 წელიწადში უკვე ცნობადი გახდა და 5 წელიწადში უკვე იყო ბრენდი. dio არის ადამიანი. ის ინჟინერია, დიზაინერი თუ ინოვატორი? dio არის ინოვატორი. ყველაზე პრაქტიკული პროდუქტის ჯილდოს, რომელ თქვენს პროდუქტს გადასცემთ? ალბათ ჟალუზებს ვერტიკალურს და ჰორიზონტალურს. 29 წელი ბაზარზე. რომელი იყო ის მომენტი, როცა მიხვდით, რომ dio მართლა სტანდარტებს ქმნიდა? სადღაც უკვე 2001 წლიდან მიხვდით, რომ ყარად შეგვეძლო ფეხზე დგომა და სტანდარტები დაგვენერგა. ყველაზე რთული და არაორდინალური პროექტი, რომელიც ოდესმე შეგისრულებიათ, გახსენდებათ? დიახ, ბათუმის აუზის გადახურვა, აუზის ბარი, რომელიც ძალიან უცნაური იყო, ასევე ძალიან რთული იყო და საინტერესო ჩვენთვის ახალი პოლიციის შენობა როცა აშენდა და ესეთი ფიგურალური შუშის შენობები ყოველთვის ითხოვს მეტ ფანტაზიას, შემოქმედებითობას და გადაწყვეტილების ორიგინალურობას. სახლში თუ ოფისში, სად უფრო მნიშვნელოვანია dio-ს პროდუქტები? ორივეგან თანაბრად. რომ არა dio დღეს რომელ სფეროში მუშაობთ? რომ არა dio. პროფესიით მათემატიკოსი ვარ, ალბათ IT სფეროში. რა ფერისაა ფული? ფული გამჭვირვალე. საქართველოს როგორც ბრენდს, ყველაზე უკეთ რა პროდუქტი წარმოაჩენს? ვფიქრობ, უფრო ბუნება და ღვინო, გასტრონომია. როგორ მოახერხეთ, რომ dio მომხმარებლებისთვის ხარისხთან და ინოვაციებთან ასოცირდებოდეს? ეს თავიდანვე სტრატეგია იყო თუ მერე სამუშაო პროცესში გამოჩნდა ასე? ეს იყო თავიდანვე სტრატეგია არჩეული. ვერ ვიტყვი, რომ ესე ვიჯექით და მოვიფიქრეთ არჩევი, უბრალოდ ეს პროდუქტი იმდენად ახალი იყო მაშინ 90-იანებში, არც იცნობდნენ, რომ ძირითადად როცა დავიწყეთ თანამშრომლობა თავიდანვე ევროპულ პარტნიორებთან დავიწყეთ და პრაქტიკულად ისინი იყვნენ ჩვენი, ასე ვთქვათ, მენტორები და რასაც ისინი აკეთებდნენ და ქმნიდნენ, გრძნობდით, რომ ეს უნდა გადმოგვეტანა. ანუ ეს იყო პირველ რიგში გერმანული ხარისხი, იმიტომ პირველ პარტნიორები ჩვენი გერმანელები და პოლონელები იყვნენ და ეს ხარისხი უნდა დაგვენერგა და არასოდეს გვიფიქრია, რომ აი ეს ხარისხი შეიძლება და შენერებულიყო და ვფიქრობ, რომ dio-ს ეს გამოარჩევს დღემდე. ამას დაემატა შემდეგ უკვე მომსახურებაზე ფიქრი, რომ ეს უნდა ყოფილიყო გამორჩეული სწრაფი და ზუსტი მომსახურება და მომხმარებელზე ორიენტირება. რამდენად რთული იყო თავდაპირველი ნაბიჯები ამ შემთხვევაში? როდესაც თან ბაზარზე პროდუქტი არ არის, შენ ხარ რაღაცნაირად უნდა ასოცირდებოდე მე წლების შემდეგ ამ პროდუქტთან და ეს პირველი ნაბიჯები რამდენად რთული იყო? რაც აი აქ ასახული აქვს პრინციპში ისტორიის ნაწილია, ხო? პირველი ნაბიჯები რა თქმა უნდა იყო რთული და ასე ვთქვათ იმპულსურიც ხშირად, იმიტომ რომ არ იყო სტრატეგიული გეგმა შექმნილი, ეს იყო უბრალოდ საჭიროებიდან გამომდინარე მოთხოვნა და საქმიანობა, რაც მაშინ გაგვიჩნდა აზრად, რომ გაგვეკეთებინა, ის რომ ბაზარზე არ იყო ჟალუზები მაშინ ერთი მხრივ კარგია, იმიტომ რომ ბაზარი თავისუფალია და მეორე მხრივ რთულია ის, რომ ცნობადობა შემოიგანო. მით უმეტეს 90-იან წლებში არ იყო ესეთი PR არხები და საკომუნიკაციო არხები განვითარებული, სატელევიზიო რეკლამაც კი საკმაოდ ძვირად ღირებული ფუფუნება იყო მაშინ
დღესაც ასეა. მაგრამ ის რომ აი თავარი იყო კარგად შესრულებული სამუშაო და კმაყოფილი მომხმარებელი ეს ვიგრძენით ძალიან მალე და ყოველთვის ვცდილობდით რომ ესე ყოფილიყო და გავრცელებულიყო ეს ინფორმაცია უკვე word of mouth რომ ეძახიან ესეთი არხებით და ახლობლებით მეგობრები ძალიან გვეხმარებოდნენ ინფორმაციის გავრცელებაში სირთულეები იყო რა თქმა უნდა იმიტომ რომ დაწყებული იქნა ელექტროენერგია დღისნაც ცოტა გრაფიკით მოდიოდა 8 საათზე უფრო ვიწყებდით თქვა და საოფისე სამუშაოებს და ხშირად სამონტაჟო სამუშაოებსაც იყო ლოჯისტიკის ძალიან დიდი პრობლემები და რა თქმა უნდა მოუწესრიგებელი სახელმწიფო ინსტიტუციებიც იყო ხელშემშლელი იმ პერიოდში, თუმცა მაქსიმალურად მონდომებით და ესე ჩვენი შრომით შევძელით ის რომ ბაზარზე დაგემკვიდრებინა საკუთარი თავი და სახელი. ხო, აი არსებობს რაღაცა პროდუქტები, რისგანაც, პროდუქტი არ არის ზოგადად ბრენდი, ბრენდი სხვა რაღაცა უფრო ვიდრე პროდუქტი, რასაც აწარმოებს ესა თუ ის კომპანია, ხო, მაგრამ არსებობს პროდუქტები, სადაც შედარებით შეიძლება მარტივი იყოს ბრენდის შექმნა. არ ვიცი, თავიდან რაღაც გემოგრჩება, რაღაც არ ვიცი, სუნი მოგწონს და მე ის კომპანია ბრენდად ყალიბდება, მაგრამ აი დიო შემთხვევაში რთული იყო ბრენდის ჩამოყალიბება. ალბათ უფრო დააშენეთ მომსახურებაზე, ხო ეს ყველაფერი. გარდა იმისა, რომ ხარისხიანი პროდუქტი ქონდათ ევროპული. ძირითადად ჩვენი ბრენდის აშენება დამკვიდრებული იყო მომსახურების გაუმჯობესებაზე. და ზუსტად 2001 წელს როცა ჩვენ შევქმნით პირველი სარეკლამო კლიპი მესეჯი რომელიც ჩვენ გავეთ სულ ორი სიტყვა იყო ამ კლიპში იცხოვრე ლამაზად და მშვიდად ანუ ჩვენ შევქმნით კომფორტის და სიმშვიდის სტაბილურობის განცდა და სილამაზის შეტანა ოჯახებში და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა თქმა უნდა ჩვენი პროდუქტის გემოს ვერ გაუსინჯა ვერ დაიმახსოვრებ მაგრამ ის რომ უცებ შეიძლება ბინა ან ოფისი ჩვენი ჟალუზებით მიიღოს თანამედროვე ელფერი და შეცვალოს გარემო, აი ეს და იყო მშვიდად და ლამაზად იცხოვრო. უკვე გახდა ეს მომენტი, რომელიც პირველი მესეჯი იყო ჩვენი. მეორე მხრივ ისეთი პროდუქტია, რომელიც დიდხანს რჩება შენ სახლშიც და ოფისშიც, ხო? ეგეც ის არის. ესეც არის, რომ მოცე ძალიან ხანგრძლივი პროცესი. ხო, ესე ვერ გამოცვლი ქუჩაში. მე ამაყება რომ არიან მომხმარებლები, რომელიც ეხლა გვირეკავენ, რომ აი 20 წლის წინ თქვენი ჟალუზი, აი ახლა გაფუჭდა, ეხლა გვინდა შევცვალოთ და ეხლა იწყება ასე ვთქვათ შეცვლა და უბრალოდ ყველაფერს თავის მოდა აქვს და სტილი, ახალი სტილის ჟალუზები შემოვიდა, ახალი მიმართულებებით. სახელი როგორ მოიფიქრეთ? დიო, თავიდან ესე იყო, როდესაც ჩვენ დავიწყეთ საქმიანობა, ძირითადად მე საქმიანობდი რაღაცნაირად იყო, რომ ირმა და ბიჭები და მაშინ მოდაშიც იყო რაღაცნაირად კომპანიებს ახმდნენ შვილის სახელებს, ხანაცია იყო ხანის და რაღაცა ეს იყო და მე ერთ-ერთ პატარა სახელმძღვანელოში მარკეტინგის ამოვიკითხე, რომ სახელი უნდა იყოს მოკლე და ადვილად დასამახსოვრებელი. და გაჩნდა იდეა, რომ ყოფილიყო დიო დაუშვილი ირმას ოფისი, მაგრამ მე უფრო მოუხდა ის, როცა უკვე ჩემ და-ძმასთან ერთად გავაგრძელეთ ეს საქმიანობა და ისინი ძალიან აქტიურად ჩაერთნენ, ხა უკვე ეძახიან დაუშვილებმა ოჯახი. უფრო ესეთი კარგად ჩაჯდა სხვათა შორის. ხო, მოკლე სადა, როცა ლოგოსაც ვქნიდი, სხვათა შორის ძალიან ახალგაზრდა გოგონამ გამიკეთა მაშინ ეს ლოგო და მინიმალისტურად მინდოდა გამოხატული ყოფილიყო, ისევ პარტნიორებს გადავხედე, გადმოვხედე როგორ ქნიდნენ ლოგოებს და აი ეს ორი მზის ხივივით ჟალუზის ესა მაცა მგონია რომ მოუხდა. და ანარეკლით ეს მოყვებათ, ხო ეს ლოგო თავიდან ვერ? კი, ეს არის პირველი ლოგო, რომელიც არ შეგვიცვლია და გვაქვს დაახლოებით 2000 ალბათ 99 წელს 98-ში შევქმნით ლოგო. დღევანდელი გადამოსახედიდან უკვე როცა დიო ბრენდია უამრავი პროექტი აქვს გაკეთებული, რა გინდათ რომ მომხმარებელს ასე ვთქვათ დაამახსოვრდეს, ანუ რასთან გინდათ რომ ასოცირდებოდეს დიო, რა არის ხომ ეს თქვენი ამოცანა და მიზანი? რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის მომხმარებლის ნდობის გამოწვევა და რომ გენდობოდეს, რომ ნებისმიერ დროს, როდესაც მას დაჭირდება რაიმე დაკავშირებული მთლიანად ფანჯრების სფეროსთან უკვე ამ მიმართულებით
ვფიქრობ, რომ ძალიან განვითარდით და ნებისმიერი საკითხი, რაც ეხება ფანჯარას და ზიზდამცავ სისტემებს, თუნდაც ტენტებს და ასე შემდეგ, ნებისმიერ შემთხვევაში შეუძლიათ მოგმართონ და გადავუჭრათ ყველა პრობლემა და უკვე 30 წლის გადასახედიდან ვფიქრობ, რომ უკვე გამოცდილების მათ იციან, რომ გვენდობიან და ენდობიან ჩვენს გამოცდილებას. მართლაც დაახლოებით ალბათ 20,000-ზე მეტი პროექტი გვაქვს განხორციელებული და ეს უკვე საკმაოდ დიდი ციფრებია იმისთვის, რომ ენდოს მომხმარებელი ჩვენ მუდმივად ვართ ბაზარზე, ამის განცდა უნდა გქონდეთ კიდე, იმიტომ რომ როდესაც აყენებთ ჩვენ თქვით, რომ ძალიან დიდხანს არის ხომ ჩვენი პროდუქტი მათთან ოჯახში და არ უნდა იყოს შემთხვევა, ჩვენ ესე გვინდა, რომ კიდე 30 წლის შემდეგაც შეეძლოთ მათ ისევ ჩვენ მოვმართონ და ჩვენთან შეცვალონ, განაახლონ და ასე შემდეგ. მიღმა ამ ბევრი სერტიფიკატის, რომელიც ალბათ ყველა არ არის აქ წარმოდგენილი, რომელიც დიოს აქვს. თქვენი მთავარი სიმდიდრე იდეაში რა არის, რა შექმნით ამ 30 წელიწადში? ყველაზე მთავარი ეს არის მაინც ISO სერტიფიკატი, რომლის მფლობელები ჩვენ უკვე 20 წელიწადია ვართ და ეს განამტკიცებს ჩვენს მომხმარებელს და ჩვენში შიდა პროცესებშიც იმ გზნობას, რომ ჩვენ მართლაც გამორჩეული ხარისხიანი მომსახურება გვაქვს და ასევე ძალიან მიყვარს TBC-ის ჯილდო 2017 წელს მოგვანიჭა და პირადად ჩემი გამოვარჩევდი, ეს არის მადამ კლიკოს ჯილდო, რომელიც ისინი აწესებენ ხოლმე ესეთი მებრძოლი და ინოვატორი ქალბატონებისთვის. ეგ რომელ წელს იყო? 2017-ში იყო ესე, 17 რაღაც გამოირჩეოდა ძალიან ესეთი ჩვენი აღიარებით, ჩვენი კომპანიის. მე უბრალოდ პანდემიაც დაიწყო და წუთებით, თორე მზად ვართ ისევ მივიღოთ ნებისმიერ კონკურსში მონაწილეობა და გავიმარჯვოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, მომსახურებით ხარისხით თუ რა როლი აქვს თანამშრომლებს დიოს ბრენდის შექმნაში, განვითარებაში და ხარისხის შენარჩუნებაში? თავარია ამ ძალიან სწრაფად განვითარებად ბაზარზე უკვე. მე ვიტყოდი, რომ ეს არის ძირეული ფუნდამენტი, რაზეც დგას დიო. ეს არის დიოს გუნდი, გამოცდილი გუნდი, ძალიან მოტივირებული, ორიენტირებული ხარისხზე თვითონ საკუთარი თავის განვითარებაზე და ჩვენც ამაში ძალიან მეხმარებით. ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ისინი მუშაობდნენ კარგ გარემოში, ღირსეულ გარემოში, ღირსეულად გრძნობდნენ თავს კომპანიაში, იმიტომ რომ კმაყოფილი თანამშრომელი ქმნის ხარისხიან პროდუქტს. სხვანაირად ვფიქრობ, რომ ხარისხი პროდუქტის და თუ მეტეს ხარისხიანი მომსახურების მიღება შეუძლებელია. მე ამაყება, რომ ჩემს გვერდით და ჩვენს გვერდით არიან 27 წლიანი თანამშრომლები, თითქმის 29 წლიანიც და რაც უფრო დიდხანს იქნებიან ჩვენთან, რა თქმა უნდა, გვიხარია, თუმცა ყველას ზოგჯერ ცვლილებები უნდათ და აღსანიშნავია, რომ როდესაც მიდიან ისინი თავიანთავს ძიოს ელჩებს ეძახიან. სხვაგან უშვებთ ელჩება. ამ პროცესში შემოვიდა უკვე ტექნოლოგიები. რაღაც ციფრული სამყარო, როცა იწყებდით ეს არ არსებობდა ჩვენთან ყოველ შემთხვევაში. როგორ აუწყეთ ფეხი ამ ციფრულ სამყაროს, თანამედროვე ტექნოლოგიებს, არ ვიცი AI რა შეიძლება რომ შეცვალოს, მაგრამ რაღაცებს შეცვლის ალბათ ამ დიზაინის, ინჟინერიის მიმართულებით. თანამედროვე ტექნოლოგიები პირველ რიგში მაგრამ მარკეტინგ კომუნიკაციებში უფრო ფართოდ შევძელით კიდევ ცნობა, არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ საქართველოს ბაზრის გარეთ მოახდინოთ პოპულარიზაცია ჩვენი ბრენდის. ვთვლი რომ დიო ქართული ბრენდია და ამიტომ ძალიან ვამაყობთ ამით და უნდა გვინდა რომ უფრო ფარგლებით დატოვოს საქართველოსი. ეხლა მუშაობთ გაციფრულებაზე და გვინდა სხვადასხვა სერვისების გაციფრულება. ასევე ძალიან მალე უკვე ჩვენ პროდუქტებს დაემატა smart მომსახურება, რომელიც შეგიძლია მარტო ჟალუზები, ტენტები და ასე შემდეგ smart მომსახურებით აპლიკაციით. და ვფიქრობთ, რომ AI-ც ძალიან ბევრ რაღაც იდეებს მოგვეწოდებს ისეც, რომელიც მოგცემს საომავლო მიმართულებას. ეს ახლა არის ჩვენი ესე ვთქვათ, მთავარი საზრუნავი, რომ უფრო მეტად გაციფრულდეს პროცესები და ამან კიდევ უფრო გაამარტივოს ურთიერთობა მომხმარებელთან. კი ბატონო, და მომხმარებლების როლზეც მითხარით პროცესში, ბრენდის შექმნის პროცესში, ერთი თანამშრომლები, დამფუძნებლები, მაგრამ მომხმარებლები არის მნიშვნელოვანი, ხო? როგორ იღებთ მათ ფიდბექს, რაში იყენებთ ამ ფიდბექს? არის თუ არა ეს
კომპანიის ყოველდღიურობის ნაწილი ყოველ შემთხვევაში, რომ მოусმინოს საკუთარ მომხმარებელს, დამკვეთებს, მსხვილი იქნება ეს თუ ერთეული სამომხმარებელი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ მთელი 70 წლის მანძილზე ჩვენი მომხმარებელიც იცვლება. უფრო მეტად გათვითცნობიერებულია უკვე ჩვენს პროდუქციაში, თავიდან თუ ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას, შეიძლება ახლა მათ მოგვაწოდონ ინფორმაცია, ძალიან მნიშვნელოვანია მათი აზრი ჩვენთვის. პრაქტიკულად ეს ჩვენ ყოველდღიურობაშია, გამოკითხვა ყოველთვის ხდება, როცა ობიექტი მთავრდება და ვინიშნავთ მათ შენიშვნა თუ სურვილები. და ძალიან ბევრჯერ მათაც მოუწიათ мотиваცია შემოგვეტანა ახალი პროდუქტი. ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, უკვე რო ხედავთ რომ 1-2 მომხმარებელი გთხოვს რა ეს ესე იყო მაგალითად როცა დავამატეთ ტენტები, როცა დავამატეთ პერგოლა მივხვდით რომ ჯობდა უკვე ადგილზე წარმოება ქონოდა ამ პროდუქციის, იმიტომ რომ მოთხოვნა როცა იზრდება და ისე ჩვენ შესაბამისად ფეხი უნდა ავწყოთ ყველა, იმიტომ რომ დღეს ისინი მეცმუნეთ რომ ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობენ სანამ მოვლენ რომელიმე ბრენდთან და უფრო რთულია კიდე რომ გააოცო ესე. ხო, მარტივია ხო, მიზოსტომია დღეს. ბევრი რამის მოძიება შეგვიძლია ინტერნეტ სივრცეში და ამიტომ კიდე უფრო ბევრი სამუშაო გვაქვს, ესე ვიტყოდი რომ ამ მიმართულებით არ გავაცრუოთ ჩვენი მომხმარებლის იმედები. ახსენეთ რომ ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რომელი იქნება ის ბაზარი, სადაც იდეაში დიო მოიაზრებს საკუთარ სერვისებს? ჯერჯერობით ვფიქრობთ მეზობელ ქვეყნებს და მე ევროპასაც მოვიაზრებთ და როგორ გამოვა. რამდენი წლიან პერსპექტივაში ფიქრობთ? ახლოს აი შემდეგი 5 წელი იქნება ჩვენი ესეთი ეს გეგმა. სტრატეგიის ნაწილია, ხო? ბრენდის განვითარების. წარმატებას გისურვებთ საერთაშორისო ბაზარზეც, ქართულ ბაზარზეც. არ ვიცი, რაღაცნაირად ეს მიმართულება დიოს გარეშე ცოტა წარმოუდგენელია ხოლმე. მადლობა თქვენ გაწეული საქმიანობისთვის და მადლობა რომ იყავით ბრენდის ხმის სტუმარი.